გიო, აბა თუ იცი რისი დროა? ჩელენჯი. 500 ლარ ჩამოვდივარ, თუ მაგას 2 უკმაში შეჭამ. 2 უკმაში. დამანახე ვარ ამხელა. აბა მიდი თუ 2 უკმაში შეჭამ, 500 ლარი შენია. არა, 2 უკმაში. 2 უკმაში და 500 ლარი. დამწნილდით დროზე. აი ბიჭი. მინდა კუჭავ. ой, ეს 2 უკმაში არ ითვლებოდა? არა? კაი. თეკლამგონი 500 ლარი წავაგე. ბიჭო, ანუ რასაც ვეუბნები, იმ უკმაში რანაირად ჭამს? ბოლოს უნდა ვუთხრა 1 უკმაში თქო თუ შეჭამს. აი შემდეგ 1 უკმაზე თუ არ დაგაჩელენჯო, მე ვიყო კუ. აი ხო, პაპალამ ვიყავთ 250, შენ 250 მე. აი ხო. გამოგერიცხავ. კალორის ლოგიკასაცილი 3. გიო, შენი აზრით მე რამდენი მჭირდება ყოველთვიურად თავის მოვლისთვის თანხა? 650 ლარი. რა, ერთად. ფულს როგორ უთვლი, ცოლს? ფულს როგორ უთვლი? რა თანხებზე საუბრო? ობასალი. მომიცილე როდესაც დახარჯავ, დაიხარჯება იმდენი, რატომ ითვლი კონკრეტულ თანხას, რატომ ითვლი? ამოდი, მოდი. სანამ გიუყლიდან დამოვარდა გავუწყოთ ჩვენი გამოწერა. შეგახსენებ, რომ თუნთვის ბოლომდე 300,000 ფოლოვერზე ავალთ, 10 გამომწერს მე და გიო ჩვენთან ერთად 3 ადგილას წავიყვანთ და დავათვალიერებინებ. რაჭა, კახეთი და მესამე თქვენი არჩევანი იქნება. კითხვა ნომერი 2. რას ნიშნავს გიო შენთვის სიტყვა ცოლი? ფული, ფინანსი, მანი. ისო. სიყვარულს, სათნოებას, სითბოს, სიხარულს, ბედნიერებას. ეს ის ეპითეტებია, რომელიც ცოლს ახასიათებს, კერძოდ კი მე. ისე თქვენ რა გითხარით? აუ, სიույო. ისე თქვენ რა გითხარით? აი. კითხვა ნომერი 3. გიო, რომელი ცხოველი შემეფერება მე, ცხოვრებისეულად? ის ლალიკო, ძროხა. ძროხა. აუ, რა სიույია ცხალი. ლომი. ფუნებით დედოფალი ვარ დაბადებული. 3 კილო ძროხის ხოჭამ თვეში და შეიბრალეს ხოველები. ჩახჩობას იმსახურებს, აი ახლა გამიწერეთ, იმსახურებს სურეგიო ჩახჩობას. დაგვაფოლოვეთ აუცილებლად, ესეც თვე გამოიწერეთ, რა ვიცი, აუცილებლად იქნება გიოს წამების ნაწილი 4. ხალური ლოგიკა ნაწილი 5. 7,000 ეს ვიდეო არ უნდა აწდეს, რომ ხვალ დღეს დავამთავრებ. ბევრს ლაპარაკობ. გიო, ოდეს მე ჩემთვის გიღალატია? მარას დრო ხმარ გაგიჟებ. გიგო რა ხარ. აუ, ძალიან ჩახტი რა იყო ეს? აბა გუხიცი რომ დამესის მრა რა იყო ეგ? გუხიცი რომ დამესის რა ვისთან იყავი? მართლა დამესის. კერაცვიარი იყო? მაშინ ხო ყურებით გიწვია და ეხლა თუ რა გიწვიო? კერაცვიანი იყო? ქერა იყო ხო არ გახსოვს? როდი, როგორ არ გახსოვს? რა მატირელა თუ გალაკობდი რა მატირელა? მე ვტიროდი. ხა მე ხვიდა არ გახსოვს. გიო, ძალიან ლამაზად ხასშია, მოვდივარ და უსებ გაგვიწვიმდა. შენ რას მოიმოქმედებ? ა, ქურთუქს მომაცმევ. ბ, ხილში ამიყვან რომ არ დავსველდე. თუ გ, შევაფარებ სადმე თავს. შევაფარები სადმე თავს. არც ერთი პასუხი არ არის სწორი. D, მეცეყვები წვიმაში. არის რომ ჩემი ხსნება წვიმაში მეცეკვ. ახალი ახლა თავი. არა, რა მე-4 პასუხი სულ უნდა გქონდეს რაღაცის რა. რა თქმა უნდა, რითი ვეღარ გაიცანი შენი ცოლი. კითხვა ნომერი 3 და არ დაგავიწყეთ ჩვენი გამოწერა. გამოგვიწერეთ და Facebook-ზეც გადმოვყევით რა. დავიწყეთ მოკლედ. Facebook-ზეც გადმოვყევით აუცილებლად. გიო, როდესაც ცოლს ფულს ესესხები, რა უნდა ქნა? A, დაუბრუნო თუ B, არ უნდა დაუბრუნო ფული? ეგ მარტივი, არ უნდა დაუბრუნო ცოლს ფული. პასუხი არის G, რა თქმა უნდა, ცოლს ფული არ უნდა ესესხო. არ. ის 150 ლარი არ მოიწდება, რომ ესესხე. თუ გაინტერესებთ გიოს წამების ნაწილი 6, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო.
ქალური ლოგიკა ნაწილი 2. აღარ დაალაიქოთ ბიჭო. გიო, მე რომ არ დავბადებულიყავი, სხვა ცოლს მოიყვანდი? აი ყველაზე ადვილი შეკითხვა. არა, რა თქმა უნდა. ვაიმე. საერთოდ როგორ დაუშვა რომ მე არ დავიბადები, ეს ძალიან მაინტერესებს. შველეთ ბიჭო. არაფერი გჭირს საშველი, ამოდი. შველეთ ბიჭო ვიღაცა. ხა და მართალი ვიყავი რა. მე სწორედაც რომ და დავბადებულიყავი, შენთვის ვიყავი შექმნილი და ვარ და ვიქნები. მთელი ცხოვრება შენთვის ვარ შექმნილი, შეიძლება. ცხოვრებაო რა იყო. წეული ლარიო. აღარც ქალური ლოგიკა მინდა და აღარაფერი წავედი რა. შემეშვი რა. კითხვა ნომერი 2. გიო, რა შეუძლია ორსულ ლალის? რისი გაკეთება შემიძლია? ზოგადად. სიგის და ჭამის მეტი არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ვერ ახარ შენ. მაგრამ ორსულ ლალის ყველაფრის გაკეთება შეუძლია მთების გადადგმა. ვარჯიშიც. რომ მოვინდომო აი იქ. კავკასიონის ქედს გადავლახავ. კავკასიონზე ავალ. კითხვა ნომერი 3. ბოლო და არა უკანასკნელი. არ დაალაიქოთ რა. დაალაიქეთ. ოცა გამოგვიწერეთ. ერთი რამ მითხარი, რასაც შემში შეცვლიდი. კარგი, არაფერს რა თქმა უნდა. მან მოიცა მომისმინე. ეხლა ჩამოგვითვლი ასეთ შევცვლილი შენში რა. აი ეს ზარმაცი ხარ. არასდროს არაფერს იმენამ ჭამელი ხარ, აი სუქანი ხარ რა. აი მე ვერ ახარ შენ. ორსული ვარ და საერთოდ მარტო 10 კილომა ვუმატებული, სადა ვარ მსუქანი. გოგო. ჩემში არაფერი არ უნდა შეცვალო არასდროს, როგორიც ვარ, ისეთი უნდა ვიყო. მოდი. ამოდი თქო. დაალაიქეთ მეგობრებო ეს ვიდეო და დაგვიკომენტარეთ თუ გსურთ გიო შახჩობის ნაწილი 3. მე ვარ ქმარი და რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა წავიდეთ, ყოველთვის ფული გადის ჩემი ჯიბიდან. მე ვჭამ. მე ვარ ქმარი და რა თქმა უნდა, კომუნალურებს მე ვიხდი. მე ვარ ქმარი და რაც არ უნდა გაგვიდეს, სახში ყველაფერს ვაკეთებ მე. მე რა თქმა უნდა ვჭამ. მე ვარ ქმარი. ამიტომ დაბიქდით. Слушайте, это вот эта жизнь, это все в жизни бывает, и вам доверяю, я вас уважаю. Ох, შენგარი ხარ გინაცვალე, ცელოფანი და შებოდა ახლა. ეხლა გემშვიდობეთ მასლაი. ბოდიში ვერ გიხარით რომ მივდიოდი. ვისადიო მაინც მოსიდო. ბოდიში. კარგი. იყოს, ხელი წავიდეთ, იყოს. კარგი ხარ. წავიდეთ ხარ არის პრობლემა. ნახვამდის. მე ორსული ვარ და ღამის 3 საათზე რამე რომ მომინდეს, გიო ვალდებულია რომ წავიდეს და მომიტანოს. მე მამა ვხდე. მე ორსულად ვარ და გიო მჟავე კიტრი მინდა. უი არა, ნაყინი მინდა. აუ არა, აჯიკა მომინდა და გეხვეწებით და აჯიკა მომიტანე რა. მე მამა მე ორსულად ვარ და გიო, ჩემმა პატარამ თქვა რომ DJI-ის მიკროფონი მინდაო. აღარ ისმის ჩემი ხმაო და რა ქნას. კარგათიშო რა. შენ სასიკეთოდ ვამბობ რაღაცას, მათქმევინი ორი წამი რა. რა თქმა უნდა, ცოლი. თქვენ მალე მშობლები უნდა გავხდეთ და სამივე ძალიან ბედნიერები ვართ. განსაკუთრებით გიოა ბედნიერი, იმიტომ რომ შვილი უნდა გაუჩნდეს და უნდა რომ ცოლიც ბედნიერი ჰყავდეს და ვიცი რომ ბოლოს ჩვენთვის მოკლედ მე მაყოფილი ვარ ჩემი ბავშვით. აი გეხვეწები, გვას, შევხედე რა საკეთებ. გვას, როგორი? ანუ ეს ისტორიებს მეგობრებო მთელი გზა? თმას. და აგერ მისი მამა მამა მისი დაიარება წინ ბავშვ ყურადღებას საერთოდ არ აქცევს რა დებილობებს აკეთებს ბავშვი და უყურადღებოდ ყავს. კარგი.
ვიღაცას ეგონება რომ საგიჟისთან გამოგეცაბა. ნახევარი ხალხმა და მაგიტომ სწორე ჩვენ. კარგად გაქ რა გინდა. არა მოკონი თუ. ამოდი ხაურებს ნაგიტრიოთ. არა. ლალი ძმაკაცებთან უნდა გავიდეთ ეს. ისევ. აღარ მომიკითხო. აღარც მომწერო. აღარ დამერეკო. კარგი ხო. დღეს გადი. ლალი წავმიყვა საშუალო ნაკირი ჭამოთ. საშუალო ნაკირი ჭამოთ. კიო. პატარა გაიღვიძე. კიო, ჩაგეძინა აქ, გაიღვიძე, გადადი საწოლში. კიო. ოხ, შენი გული რა არის, გოგო? ო, გული ჩემი. რას გავხარ? გამისკდა მართლა გული, რა გჭირ შენი? რა იყო? გაგაღვიძე უბრალოდ. ფუიმე. მასკა მიკეთია სახეზე, რა იყო, ვერ გავიგე. აი, ლალიკო, არ შეიძლება მართლა იგეჭი. აიმე. მოიხსენი რა, რას გავხარ მართლა, გოგო? ბიჭო, სახას ვიტენიანებ, რა გინდა? ხო, წადი, არ მინდა, წადი, всё. ო, ეს რა ვნახე ჩემი. გუშინ რო უყურები, მინაი მაგას გავხარ. აიმე, ხაქცე. ადექი. არ მინდა, წევა კარგად რა გინდა. უში ჩაგეძინა, დადი. მე ვარ ცოლი და რა თქმა უნდა ოჯახში ყველაფერს ბატონ პატრონი ვარ მე. მე ვარ ქმარი და რა თქმა უნდა. მე ვარ ცოლი და რა თქმა უნდა ჩემი სიტყვა კანონია. მე მე ვარ ვარ ცოლი და რაც არ უნდა მოხდეს, დედამთილთან ყოველთვის მართალი მე ვარ. მე ვარ ქმარი. ცოტაც ბიჭო, ცოტაც არ დადო, არ თქვან ვიღაცამ შენზე გეიაო. ცოტაც ბოლომდე კაცი არ ხარ შეშოპელ წაღლო, ცოტაც. აუ, ჩემი ბედი. რა ხმა არის გარეთ? ხულის დილა, ქარი უფერავს ლაითი, დაწაფული ვინა, ჩამირთე ბარი ლაითი. ძლივს როგორც იქნა გბეღირსა და გადმოვედით ახალ ბინაში და ეს იქნება ჩემი პირველი დღის ვლოგი ჩვენი ახალი ბინიდან. ახლა უნდა მოგვივიდეს კარა და ველოდებით, ყველაფერი არის ეს მიყრილი საშინელ მდგომარეობაში და ერთი სული გვაქვს როდის დაალაგდება. ბატონი გიო დილიდან აი ასეთ მდგომარეობაში წევს სელაპივით. ჯერჯერობით კარა და რომ არ გვაქვს, ყველაფერი არის აი ასეთ მდგომარეობაში. მაგრამ ყველაფერი მალე დაალაგდება. ესე იგი ჯერ არ გათენებულა, ბოლომდე გამოფხიზლებას ვერ მოვასწავლე და კარადები უკვე მოგვიტანეს. მაგრამ რას დავეძებ და რას ვჩივი? სასუდოგიოს ტყუილად ვუწოდა სელაპი. გუში რომ მომინდა შემწვარი ძეხვი და კვერცხი მოუტანია დილით. კვერცხი, ძეხვი, ბულკი და ყველი. სანამ გიო ეხმარებოდა კარადის მასალის შემოტანაში, მე გავრეცხი ჩემი ახალი ტაფა, რომ შემეწვა კვერცხი. აი ასეთი ელექტროგაზგურა ვიყიდეთ, გავხსენ და რა თქმა უნდა დამეყარა ყველაფერი ძირს. ერთი ცალი ვიპოვე და დავიხმარე გიო, თუმცა გიოს კომენტარები ნახეთ რა. ერთი რაღაცა ვერ ეკეთები. აჰა, ეს გასკურა. ლალიკომ სახლიდან გასკურა, რა ვიცი, მეტივა. აღმოჩნდა რომ თურმე მარილი არ მქონია სახლში. და სამწუხაროდ მომწევს კვერცხი უკავა მარილის გარეშე, მაგრამ ეს გასკურა არ ვიცი რას აკეთებს, იმედია აცხელებს და ტაფას არ გამიბუჭებს. ხო, მათი ვერც არ გვიმუშავებს და ეს ყველაფერი სად უნდა წავიღო, არ ვიცი. ესენი რო გარეთ გავდგა, ვითომ რა მოუვა. ნახოთ როგორ გააკეთებს ეს. მანამდე დავალაგოთ აი ეს არეულობა რაც ამ სახლშია. ანუ ყველაზე დიდი არეულობა უნდა გავიტანოთ სახლიდან.
აი შეხედეთ რა მდგომარეობაშია ჩვენი ოთახი და შემდეგ გაჩვენებთ თუ როგორ დაალაგდება, როდესაც ყველაფერს ექნება თავისი ადგილი. შემდეგ კარგად დავგავე და გამოვწმინდე ის ადგილი, სადაც უნდა დაიდგას კარადა, მივირთვი ჩემი შემწვარი კვერცხი და ძეხვი და დავრეცხე ჭურჭელი. დავიწყე სამზარეულოს დაალაგებით, ეს არის ჩემი საყვარელი ადგილი, სადაც ზუსტად ვიცი რომ გავატარებ ყველაზე დიდ დროს და ნახეთ როგორ დაალაგდა. შემდეგ გიოს ვთხოვე გაეწმინდა კედელი, რადგან ხელოსნებმა ცოტა დაგვისვარეს და ეს არის წმინდადი საღებავით შეღებილი კედელი და შემდეგ კი დავკიდეთ ხატი. მინდა აღვნიშნო რომ გიოს მთელი საქმიანობა მხოლოდ ეს იყო. შემდეგ დავიწყე მის აღების დაალაგებაც. ჩამოხსენი გაფენილი სარეცხი და დავახარისხე. არ ვიცი შემჩნევთ თუ არა, მაგრამ მთელი ვიდეოს განმავლობაში გიო ხან ერთ თეზოზე წებს, ხან მეორეზე გადაგორდება. სიმღერაც კი შეგვისრულა. აგრეთვე მოასწრო და მომიშალა ნერვებიც. მე კი გავაგრძელე დაალაგება და ნახეთ როგორი ლამაზი გამოვიდა დაალაგების შემდეგ. ამოვდექი ახლა ცოტა ხანი ვისვენებ და ვარ ბატონი გიო ის რა თქმა უნდა მხარ თეზოზე არის წამოწოლილი. დავიღალეთ ეს მართლა. ზამბეი. დღეს ჭამე 1.38 ჯერ უკვე. იმწევარის. შეგიძლია წევხარ. ნახეთ, ლაივში როგორ გადის ხოლმე? ეში ჭამე რა. დაიმახსოვრეთ. ეთერად არ მიახსოვს. აი ესე წევს გორაობს სელაპივით და ესე გადის ლაივში. ახალ სახლში გადასვლის საპატივცემულოდ ჩემი ბავშვის მომავალმა ნათლიამ სალომემ მაჩუკა ესეთი ლამაზი ქვაბების და ტაფების ნაკრები ამოვაწყე გამყუთე და ამებ შემდეგ დავრეცხავ. და ბოლოს გიოს თამადობით მოვაშოროთ მთელი ნაგავი ამ ოთახიდან და ნახეთ როგორ დაწყრიალდა ჩვენი ოთახიც. ღამე მივირთვი ხილი, ვიცი რომ ღამე ხილის ჭამა არ არის რეკომენდირებული, თუმცა ძალიან მინდოდა კივი და ვაშლი და ბოლოს გიო მაყურებინა YouTube-ზე დებილობა rilsებს და ბოლოს დავწეკი დასაძინებლად. აი ხალალი დარბის. ძალიან სტრაფია ეხა მართლა. სარი ორსულური სიარული. სირბილი. ახლა რა გვეჩქარება მოგიდა დავბივარ. აქ არ დაგორდე ეხა ნელა მოისები. აი აქ უნდა ჩავიდე. აჰა. ალიკო დაგორდები. რა ხდება? რო ზამომარტყა. გიო წყალი. წალე ხო? არა, წყალი მომაწოდე რა. გიო დამეხმარე. წავედი. არა, დამეხმარე რომ წამოუდგე, ვერ ვდგები. ხო ნიკუში გამოვდივარ, მიდი აბა დროებით ნო. ლალიც მაკაცებთან მივდივარ რა. რაღაცას გეტყვი. უტვინო იდიოტო. ჩემი საკუთრება ხარ. ჩემი ძუკნა ხარ. თუ ფიქრობ რომ ჩიტივით თავისუფალი ხარ, ძალიან ცდები. ნებისმიერ დროს გაგანადგურებ, ასე რომ შეეჩვიე. აქ დიდი ხნით ხარ. ნიკუშ ვერ გამოვალ ძმაო, რაღაცა პატარა პრობლემა მაქვს, სისხლი ამიწია რაღაც ძალიან რა. მიდი ბოდიში ძმებო, მაინც ხოვაზე ხარ რა. კაი დროებით აბა. გიო, რა საკეთებ? ვიმზადებ. რეპეტიციო? ვაი. მართლა პროკოფულოცო პატარას და ღმერთმა ძალიან კარგი მშობლობა და ძალიან ბედნიერი პატარეს გაზდა და მოკლედ ყველაფერი კაი მათგა. დაგავიხარ და ვიდალაკო და აი, ეს ვიმზადებ უკვე. ეგრე აპირებ რა ესე გეჭიროს თალ ხელში და თანი ფუსფუსო სამზარეულოში? არ ვაქვს ჩაის. ცოტა ხანი გამოგიდაზე. ბავშვი და მაგიდაზე? ესე იყოს. არა, ეგრე არ დააგდო ხოლმე ბავშვი გთხოვ.
Რაღაც უნდა საახალწლო ქუდი. ორ გაცილდეს. ეგრე არის ხმება მანდ. თავი უნდა მოხსნა, თავი. გონი გიო იდეალურად უმკლავდება სამზარეულოს საქმიანობას და ბავშვის მოვლას ერთად. დამეთანხმებით ალბათ. ვალი მოვედი. ვა, გიო მოხვედი? შენ კიდე ჯამ. ო. აქ რა მინდა? ეჭამა რა. რატო გააუქმე ჩემი ანაბეჭდი? იმიტომ გიორგი რომელი საათი არის და სახლში არ ხარ მოსული. ნუ იჯღანები, არ შემოგიშვებ. საჩუქარი მაქვს, შემომიშვი, აი დავაგვიანე და მოვიტანე. რა საჩუქარი გაქვს, არ შემოგიშვებ. დარიჩილის ფუნტუშები მაქვს. შენ რო გიყვარს? მე რომ მიყვარს? შენ რო გიყვარს, შემომიშვი. 5 წუთი დავაგვიანე, რა მოხდა, აი? მაჩვენე რომ არ მატყუბრობ. კარგი შემოდი, მოდი. ორი შენ, ორი მე. არა. რომლით დავიწყო? ფისტა. კაი, მე ამას ავიღებ. სინამონის დარიჩილის ფუნტუშები რო არ არსებობდეს, რა მეშველებოდა. როგორ შემოვირიგებდი? კარგი ხო, გიო, ვის არ დაუგვიანია რა მოხდა მერე. დაისვენე შედი. თუ ხვალას დაიგვიანებ, ხომ იცი რაც უნდა მომიტანო. 4-ზე ნაკლები არა. ეს ძალიან გემრიელია. ჩემი ფავორიტია. აბა შოკოლადიც გავსინჯოთ. დამავიწყდა რაღაც გემო. ბოლოა. მაგრამ რას ვიზავთ? ხო ბედნიერი ხარ მამიკომ რომ დაიგვიანა? ხო? ესე.